კობახიძე ევროკავშირს ადანაშაულებს და უიზო მიმოსვლის გაუქმებას მეორე ფრონტის გახსნას უკავშირებს. თუმცა ევროკომისია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას საქართველოში დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის საპასუხოდ განიხილავს. სამედიცინო დახმარება თუ გჭირდება კონკრეტული მიმართულებით, სხვა ქვეყნებიც არის ამისთვის. ეს საერთოდ თითიდან გამოწვეული ამბავი და სპეკულაციაა. ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა შეაჩერა სასამართლო ბრძანება, რომლითაც რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას და გასაჯაროვებას ითხოვდა. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია საფარმა გაავრცელა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა. პაკისტანში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 159-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით უხვნალექს ბოლო 24 საათში 63 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 300 ადამიანი. წყალდიდობას მესამე დღეა ებრძვიან სამხრეთ კორეაში. სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. უხვნალექის გამო 5000 ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია.